ეს მზად არის. მოდით ასე იგი მაინც გეტყვით სიგრძე. აი წვეროდან წვერომდე რამდენი გამოვიდა. აი ეს წვეროდან რომ დაიწყოთ და მეორე წვერომდე. ეს არის 42 სანტიმეტრი, ესე მიახლოებით რომ გითხრათ. და ეგამ რიგებით უფრო ზუსტად ჯობია რიგებით იხელმძღვანელოთ. ეხლა მე მჭირდება აი ესეთი სრულყუნწიანი ესეთი ნემსი და ამ იგივე ძაფით რითიც მოვხსოვეთ. ესე იგი მე მინდა ეხლა ჩავკერო. მიახლოებით აიღეთ 1.5-ჯერ უფრო გრძელი, ვიდრე აი რა მანძილის ჩაკერვაც გინდათ. აი ესე დაახლოებით 1.5-ჯერ გრძელი. და აქ უნდა ახლა წაღმამხარე გვინდა, მოდით აქ აი აქ მაქვს მე ეს ძაფის გადაბმის ადგილი, ეს შიგა მხარეს უნდა მოვახვედროთ და ეხლა საიდან უნდა დავიწყოთ, ანუ ისე რომ აი ასეთივე ზომის ის გამოგივიდეთ, ხო, მისამაგრებელი ნაწილი. აქ თუ შეხედავთ ეხლა ნახეთ. ცოტა ზემოთ არის, ვიდრე აი 8 თვალი სადაც დაიწყო, ხო? ეს პირიქით დავთავრება, მოდით აქეთ მხარეს ჯობია რომ ნახოთ. ესე იგი, მატებები ქონდა, მერე მოკლებები ქონდა, ხო? ხო. კარგად არ ჩანს სამწუხაროდ, რომ ზუსტად ერთნაირად მინდა რომ გამოგვივიდეს ყველაფერი. აი აქ არის ბოლო მატება, დააკვირდით. აი ამ რიგში ამ ვფიქრობ. აი აქ ნახეთ. აი აქ ერთი თვალიდან ორი გამოდის და აქაც და ამის შემდეგ 8 თვალია 1 2 3 4 5 6 7 8. კი, აი აქიდან თუ გადათვლით, ნახეთ, ამის წინ 6-ია მგონი 1 2 3 4 5 6. კი. ეს ბიჯის თვალია და ამიტომ არ ვთვლი, ხო, აი ამ კიდეზე რაც არის, ეს ბიჯის თვლებია. ანუ ესე იგი აი აქედან თქვენც მოძებნეთ, სად გაქვთ პირველად 8 თვალი რომ მივიღეთ, ხო, მატებით. და გადათვალეთ 1 2 3 4 და აი მეხუთე რიგი უკვე უნდა დაამაგროთ. აქეთაც შესაბამისად, ნახეთ, აი აქ რო დამაგრებულია, ნახეთ, აი ამას შემოყევით და აი ეს მხარე უნდა დაამაგროთ ზუსტად. აი იმ ზოლს უნდა გაყვეთ გარშემო. აი რომელზეც არის ჩამაგრება. ეს ყველაზე ესეთი ზუსტი იქნება. ესე იგი მეხუთე. აი ახლა მე ნიშნული კი მაქვს აქ უკვე და ესე იგი თან შეგამხარე, აი ეს შიგნით უნდა მოვახვედრო, ანუ ეს უნდა მოვხარო და მოდით მე აი აქ უკვე ნიშნული მაქვს უკვე. თუმცა ხო, ეს აქედან უნდა გადავთვალოთ, იმიტომ რომ ეს იყო პირველად, სადაც 8 თვალი უკვე დავაგროვე, ხო, ესე იგი აი აქ 1 2 3 4 5, აი მეხუთეზე. აი ესე გადათვალეთ თქვენც. ნიშნულს მოხსნე უკვე. ეხლა მე აქ გავაკეთებ ერთ კვანძს. შეგიძლიათ ჯობია რომ აქ გავაკეთოთ ესე კვანძი. მოგეთ ნახეთ ესე. აი ესე. მოდით აქედანაც გავაკეთებ, მოდით ესე ჯობია. ესე იგი აქედან შევალ. და ნახეთ, აი ზოლს გაყევით. აი ზოლი. აქეთ უნდა გამოხვიდეთ, ესე იგი. რომ ერთ რიგში მოხვდეთ. აი ეს თქვენი ნიკერების ადგილი. აი ესე და ეხლა აი ამ ნახეთ. აი ბოლო რაც ხდება, ამითი კვანძს გავაკეთებთ. შეკრავთ და მე უკვე ადვილად გააგრძელებთ მიკერებას. აი ესე, კარგად და ეს რა თქმა უნდა დაიმალება ძაფის ბოლო შიგნით. ეხლა აი აქ დააკვირდით ეს და ეს არის უკვე დამაგრებული. შემდეგი, ეხლა შეგიძლიათ აქედან იქით შეგიძლიათ, ანუ ასე სპირალზე მაქვს გაკეთებული მიმაგრება, ხო? კი, სპირალურად. უბრალოდ ყველა რიგში არ შევედი, იმიტომ რომ აქ გინდათ რომ აი ეს მხარე უნდა მოკეცოთ, აი ეს.
და თუ ყველა რიგში შეხვალთ, ეს ცოტა ესეთი ხისტი გამოგივათ, ესეთი გაშეშებული და რაც უფრო ნაკლებად შეხვალთ, ანუ ბევრ რიგებში არ შეხვალთ, უფრო ესე მეტი დრეკადობა იქნება. ესე იგი, აქ თუ ვიყავი მე, შემდეგ შევალ უკვე აი აქ, ამას ტოვებ და აი აქ. აქ შესაბამისად ეხლა რო არ აგერიოთ და მართლა შეცდომა არ მოგივიდეთ, აი ამას გამოყევით ხაზს, აი ესე, ყველაზე ესეთია. აი ასე, აი აქ უნდა გამოხვიდეთ. ანუ მიჯრით არ გექნება თქვენ ასე თქვათ. მიმაგრებები. ეხლა აქ თუ ვიყავი, ჩანს ხო, აქ ვიყავი. ამას ტოვებ, აი აქ. ეხლა აქ თუ გინდათ რომ ზუსტად, აი ესე გამოყევით. აი აქ უნდა ამოხვიდეთ. აი მე თითი მინდას, აი აქ. აი ესე. მოკლედ, აი ესე გააგრძელეთ სულ სანამ არ მიხვალთ იმ ადგილას. მოდით გაჩვენებთ მე, კარგით როცა მივალე. ხა გაყევით თქვენც ესე გააკეთეთ სპირალურად. აი აქ ვტოვებ და აი აქ. შესაბამისად. აი აქ უნდა შევიდე. აი ეს მეორე სახელურიც მოგსოვე, ეს ჩავკერეთ, აი ესე იგი როგორც თავში იყო ხო, მეხუთე რიგში ესედაც 8 თვალი გვაქვს უკვე ხო, იმის იგი 8 და მეხუთე რიგში. აი აქაც ასევე აქ ვამთავრებთ. ხა აქ თუ მოძებნი, ხა გაჩვენებთ. აი ფიქრობ რომ აქ არის 8 თვალი პირველად. დით კარგად 1 2 3 4 5 6 7 8 აი აქ არის ნახეთ. აი ამ რიგში. ესე იგი ეს არის პირველი რიგი, მეორე რიგი, მესამე, მეოთხე და აი მეხუთეში, აი აქ ვარ ახლა მოსული და ფაქტიურად აქ მე შემიძლია დავამთავრო. უბრალოდ ერთხელ კიდევ აი სადიდანაც ნახეთ, ერთხელა მაქვს ესე ამოტანილი და კიდევ ერთხელ გავატარებდი აი ამ ადგილას. აი ესე რომ დავაფიქსიროთ. აი ამ მიზნით. და ასევე ნახეთ აი ამ ძაბში აქეთ გამოვიტან. ხა უყურეთ, აი როგორც კვანძივით ესე გამომივა და თან ახლა რატო ვაკეთებ? აქ მე ვფიქრობ რომ არ მოვჭრი მე ძაბს და აი ამას მივაკერებ ასევე აი ამ ძაფის და ამიტომ აქ სასურველია რომ ესე კვანძივით იყოს, რომ ეს კავშირში არ იყოს ეს ესეთი მიკერება აი ამასთან. აი ესე ჯობია. აი ესე გვაქვს ნახეთ. აი ესე გამოიყურება ახლა ჩვენი სახელურები. ახლა მე მინდა რომ გაჩვენოთ მიკერება. ახლა აქ გაჩვენებთ მე უკვე ეს მაგნიტური ჩამკეტები მივაკერე. იმიტომ რომ მაინც დიდ დროს ითხოვს ეს ამის მე მგონი ბევრჯერ მაგ გაკეთებული, ნახეთ, აი სად მივაკერე. აი ესე. შეგიძლიათ ესე გახსნათ, თუმცა თუ გინდათ რომ დაკეტოთ, აი როცა თქვა ჩანთის გახსნა გინდათ, მოდით ჯერ ჩავკეტა ამ გვერდით ნაწილს. აი ნახეთ, აი ესე საკმარისად მაინც იღება. მაგრამ თუ გინდათ კიდევ ბოლომდე სულ მაქსიმალურად, მაშინ აი ესე ორივე მხარეზე, აი ესე უფრო სრულყოფილად ესეთი თქვენი კოლოფივით ჩათა, ესე დიდ მოცულობას გაძლევთ. ესე იგი, აქ ადვილად იკეტება, მოკლედ. და ეხლა მე მინდა გაჩვენოთ, აი როგორ მივაკეროთ ეს ჩვენი სახელურები. ეხლა აი მე ასე მივაკერებ, აქ ჯობია ეს გავხსნათ ცენტრალური ეს ჩამკეტი. ესე იგი, მოდით ჯერ შეგახედებთ, ხო? აი როგორც აი ეს, როგორც თქვი. შიგნით, აი ამ ოქროსფერი ზოლების შიგნით. პირდაპირ, აი როცა თავდება ზოლი, აი იქვე უნდა მიეკეროს. ზემოდანაც შეიძლებოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უფრო სილამაზეს კარგავს ეს ზოლი. კარგით, აი ესე, ვნახოთ ახლა, აი სად ვართ? აქ ვართ, ხედავთ ხო? აქ სასურველია
კინძის თავებით მიამაგროთ, მიახლოებით უკვე ის გექნებათ სად უნდა დამაგრდეს. ცოტა ქვემოთ უნდა ჩახვიდეთ, ნახეთ, სადაც კვანძია, ის სად კიდეზე არ მოახვედროთ, ხო? ანუ ცოტა ჩაცდით. ვით გაჩვენებთ დაახლოებით სად. აი ესე მიახლოებით, ხედავთ? აი ერთი ორნამენტი რომ თავდება, აი ეს პირველი. აი მის ძირში რომ მოხვდეს ეს თქვენი კვანძი. აი ესე. ახლა მე ესე შევატრიალებ. აი ესე, ნახეთ? ეხლა აქედან დავიწყებ მე მგონი მიკერებას და ამიტომ აქეთ მივამაგრებ, რომ თუ მივამაგრე, მე აქეთ შემიშლის, ხო? ორგან მივამაგრებ, მე მგონი და საკმარისი იქნება. მოდით ერთხელ ასე გავიტან და მეორედ აქ ჯობია რომ რაღაც აი ეს ნახეთ, ესე თუ შეხედავთ, ეს წვერი აი აქ არის. ცოტა დახრილად მინდა რომ აი გამოვიდე კიდეც რომ თუმცა როცა მოვალ მე კიდე უნდა მოხსნა, აი ნახეთ, აი აქ გამოვედი. ესე უბრალოდ ორიენტირებისთვის აქ რო არ იმოძრაოს ძალიან სანამ მიკერებას აკეთებთ. აი ხა მე დავიწყებ მიკერებას, მოკლედ იგივე ძაფით, რითაც მოგსოვეთ. აი აქ ვართ. და აი აქ სადაც უწევს, ხო? აი ესე თვალით ახლა უნდა თქვენ თვითონ შეაფასოთ. მეგონი ცოტა უფრო ქვემოთ მინდა მე. თუმცა აი როგორც თქვი, ორნამენტის ქვემოთ, თქო, ხა ცოტა ზემოთ მეჩვენება, რომ აი ეს მოხდა. მაგრამ ესე რომ შეხედოთ, პრინციპში უნდა შეხედოთ, ესე შევიდა, მე მგონი კარგად არის. ხო, იყოს ესე კარგი, ცოტა ზემოთ არის, ვიდრე ვთქვი. ეხლა შევალ აი აქვე, სადაც უწევს ახლოში. აი ესე. ეს უბრალოდ გაშალეთ, რომ აი წარმოიდგინოთ, ესე წახრილი არ იყოს. აი რამდენიმეჯერ რომ შეხვალთ გამოხვალთ, უკვე დაფიქსირდება, მე უფრო ადვილია. ესე. ეს რა თქმა უნდა გაშალოთ, ხო? თუ იკუჭება, უნდა გაშალოთ აუცილებლად. ცოტა უფრო ქვემოთ კიდე. თითო რიგში ესე რომ შეხვიდეთ, კარგია. თითო რიგში თითოჯერ. იქნება კარგი მიმაგრება. მეტი არ არის საჭირო. აქ ახლა აი ამ ძირს მოვხსნი მე რომ ცოტა მაშვება დეფორმაციას უკეთებს თვითონ და მინდა რომ იყოს გასწორებული. ცოტა არ ვიცი რამდენად კარგად ჩანს, მაგრამ მედია რომ ხვდებით რასაც ვაკეთებ. ჩავდივარ და ჩავდივარ ქვემოთ რიგებში. აი ცადეთ რომ ესე რომ შედიხართ პირდაპირ ესე არ გააკეთოთ ეს დახრები. აი ზედაპირის მიმართ ჩანთი ზედაპირის მიმართ ესე ვერტიკალურად განჭოლეთ ხოლმე და კარგად დამაგრდება, მაგ შემთხვევაში ესეთი დეფორმირებული არ იქნება ჩანთა. თან მოჭიმეთ. კიდევ ქვემოთ. ახლა უკინდან კი მიჭირს ისე როგორც თქვი რომ ვერტიკალად აი ესე მაქსიმალურად ვერტიკალურად მინდა რომ გამოვიტანო. აი აქ ნახეთ, აქ გამოვედი უკვე. ფაქტობრივად ამასაც მოვხსნი. და მოვჭიმოთ. ახლა უკვე წვერზე. მაქსიმალურად წვერზე მიდით რომ ჯერ აი აქ და კიდევ მე ქვემოთ ჩავალ რომ აქ არ აიბრიხოს ეს და თან დააგვერდით ახლა ცოტა
არ იყოს ეს ვერტიკალურად ქვემოთ რომ იყოს, ხო? მაინც ვფიქრობ, რომ აი აქ მინდა შესვლა. და ეხლა კიდევ სულ წეროზე მოდით, კარგად დავიკავო. კამერის წინ მართლა ისეა, ცოტა მოუხერხებელია. ნამდვილად უკანა მხარეს ჩანთისას ვერ ვხედავ და აი აქ ძალიან წვერზე უნდა აი აქ ნახეთ, აი სადავავეთ. კარგი და ეს. ეხლა მივყვეთ და ავიდეთ ზემოთ, ხო? მაქსიმალურად ეცადეთ, რომ აი ეს იყოს ესე სიმეტრიულად, ესე ვერტიკალურად ქვემოთ. ხო, აკეთ. ასევე უნდა მიაკეროთ მეორე, ესე კიდე ამ ეს მეორე ბოლო და მე მეორე სახელურიც, ხო, რა თქმა უნდა. ამას უკვე თქვენ ალბათ გაართმევთ თავს. უბრალოდ ერთს გეტყვით, რომ ეხლა აქ მიმაგრებული მქონდა ძაფი და პრინციპში მეორე სახელურსაც იგივენაირად როცა მოგსოვთ, იქაც გექნებათ, ხო, ესეთივე მიმაგრებული ძაფი, ესევე გააგრძელეთ, ხოლო რაც შეეხება მეორე ბოლოს, იქ რა თქმა უნდა მიამაგროთ ახალი ძაფი, რომ აი ეს ბოლო დავამაგროთ, ხო? მოხერხებულად უნდა დამალოთ ჩანთის შიგნით ის ძაფის ბოლო. ну თითქმის აი ყოველ რიგში შევედი. და მე მგონი კარგი დამაგრება უნდა გამოვიდეს. ხა მინდა რომ ის სწორად იყოს, არ დეფორმირდეს და ანიშნავანი აქ სადაც შედიხარ და შეესაბამებოდეს უკან ჩანთაც კარგად უნდა იყოს ორიენტირებული. ამისთვის აი ეს ქინძის თავები ამიტომ კარგია, მაგრამ ცოტა თან გვიშლის ხელს ესეთი მყარი ეს არის ნაკსოვი და აი მოკლედ გავედი მე მგონი ცოტა დარჩა. აი აქ ვცდილობ რომ აი აქ ხო ვიყავ ესე იქ ცოტა ზემოთ უნდა ავიწიო, ოღონდ ნახეთ აქ დააკვირდით, იქ ძალიან მარტივად იყო, აქ ცოტა შეხვეულია და აი ესე გაყევით, აი რიგს, სადაც იყო რიგი, იქ გაყევით. აქეთ არ გადმოხვიდეთ, ხო? მიმაგრებისთვის გჭირდებათ აი კიდე. კიდევ რამდენიმე და მორჩა. აი აქ ნახეთ როგორია. ესეთი ჯაჯობით ხვრელია, მაგრამ ჩავკეტავთ. ესე, შემდეგი ახლა შევხედოთ, თუ ჩაიკეტა. ჯერ არა კიდე. აი ცოტა ერთი შესვლა საკმარისი და ჩავკეტავთ. ესე, ოღონდ აქ ახლა ნახეთ, მოდით ჯერ ცალკე გამოვიტან, აი როგორც ჩანთის ნაწილიდან და მე აქედან ჩავიდეთ, იმიტომ რომ აქედან უკვე ეს ცილინდრში ხართ ფაქტიურად მოხვედრილი და ოი, სვაირია ეს. ფოკუსი. ნახეთ, აი ამ სახელურში, მოდით აი აქ მინდა რომ შევიდე და ისე უკან გავიდოდი. ჩანთის უკან, რა თქმა უნდა, ისე იქ ჯობია დამალოთ, თუმცა შეგიძლიათ აი აქაც დამალოთ, აი ამ ცილინდრია თუ ესეთი, ხო? მილი გაქვთ თითქოს, აი მის შიგნითაც შეგიძლიათ რომ დამალოთ პრინციპში. ეხლა მოდით მე აქ გავაკეთებ ახლა კვანძს და მე იქ დავმალავ, იმიტომ რომ აქ მაინც ყველაფერი ჩანს, ასე თუ ისე და ეს უფრო ასეთი
პატარა ძაბში, სადმე არ გვინდა ძალიან ისეთი რთული კვანძები. საკმაოდ სიმჭიდროვე აქ ძაფების და აი ესეთი კვანძი, ესე კვანძი ეყოფა და ეხლა შევიდან მე. ვი, აქ ცოტა გაწელილი მეჩვენება, ეს არ არის კარგი, მოდით, იმიტომ რომ თავიდან მუქაჩეთ ჯერ და მერე კვანძი, ხო? თორე ეს ხა გავხსნი ამ კვანძს. აი ეს ძაფი მოვქაჩოთ, ხო? ეს სიგრძე რო არ გქონდეთ ესეთი. უკან გამოვიტანე. აი ეს მოვქაჩეთ კარგად ახლოს. აი აქ მაქსიმალურად ახლოს. აი ესე. და ახლა შეიძლება ის მე ვგონი თავის თავში ვაპირებდი გატანას და ამიტომ მოიშვა. გეთაკ ძაფების გრო არის ძალიან ჭიდროდ. საფის ბოლოს გამოვიღოთ. აი ესე, მოვქაჩოთ, აბა შევხედოთ, ეხლა კარგად არის, ასე თუ ისე მაინც ისე გაწელილი აღარ არის. კარგით. და ეხლა მე გავიტან უკან. ნახეთ, აი შიგნით, აი ამ ჩვენ ნილში გავატარე. მორჩა, ფაქტიურად აქ შემიძლია მოვჭრა ეს ძაფი და უკვე მოწვა არ გამოდის ახლა აქ უკვე შიგნით მოხდა ეს ძაფი და იყოს ესე ძალიან ისეთი არა მგონია რომ ესე ადვილად გაიშალოს. აქეთაც ასევე უნდა მიაკეროთ. აი დაახლოებით ესე, აი ნახეთ, ამას შეხედეთ. ეხლა აქ რო შეხედავთ, ფაქტიურად აი პირველივე ორნამენტი რო იწყება, იქ არის მიკერება. აქ ოღონდ ორიენტაციას დააკვირდით. აი ესე უნდა გქონდეთ, ხო? და ამას რო შეხედავთ, ეს უნდა იყოს აი პირველი ორნამენტი რო არის, რო იწყება აიქვე და თან არ გადახვიდეთ ამაზე. აი როგორც აქ არის მიახლოებით, ესე თქვენს ესე გააკეთეთ. მეჩვენება რომ ესეა დახრა, მაგრამ ამასაც მაშინ ესე გავაკეთებ, რომ სიმეტრიულად გამოგვივიდეს, ხო? თვითონ ეს ნაკსოვი, აი როცა ქსოვთ, აი ასეც გარკვეული გრეხვა აქვს თავისი და ეს მაშვება ფორმასაც, აი რომ მოგხსოვთ, დააკვირდით, მიხვდებით. აი ესე მივაკერებთ მეორე მხარეზეც და ისეთი ლამაზი ძალიან ესეთი გამოსასვლელი კლასიკური ჩანთა გამოვა. კარგით, ახლა მივაკერებ მე და მე გაჩვენებთ დასრულებულს. აი საბოლოოდ ასეთი ჩანთა გამოგვივიდა. აი ძალიან ესეთია კლასიკურია, გამოსასვლელი. აქ ეცადეთ რომ ერთნაირად გააკეთოთ ეს სიმაღლეზეც, აი თქვათ რა დონეზე ჩახვიდეთ, ხო? მოკლედ ეს ძალიან ისეთია საყურადღებო, რომ კარგად გამოგივიდეთ. აი ესეთი ჩანთა გვაქვს. საკმაოდ ისეთი სახელურები აქ ახლა, ცოტა ნაკლებია ვიდრე თვითონ სიგრძე, მაგრამ მაინც ანუ შეგიძლიათ მაჯაზე გადაიკიდოთ და ესე ატაროთ. თუ მაინდა-მაინც გინდათ მხარზე გადასაკიდებელიც, აი აქ შეიძლებოდა თქვათ რგოლების დამაგრება და აი აქ ანუ შეგიძლიათ სუნთლიანად გაატაროთ 4-ვე აი ამ ნაკსოვში ან 2-ში, ესენი ისედაც მაღლები გაქვთ ხო კიდურა, აი ესენი გახსოვთ ხო ეს ცოტა დაბლა მივაკერეთ. ამიტომ შეგიძლიათ მხოლოდ 2-ში გაატაროთ და ანუ ეს რგოლები ხა ნახავ თუ აქვე თუ ნახეთ. მოკლედ აი ზუსტად ის რგოლი არ არის, მაგრამ აი თქვათ ესეთი ხო, ჩასაკეტია მთავარი რო კონდეს, ხო? ესე გაატარებთ და შემდეგ უკვე გავუკეთებთ ჯაჯვს. ალბათ უფრო ჯაჯვი მოუხდება, ფიქრობ, მოქსოვილი გადასაკიდებელი არ ამგონია რომ მოუხდეს. ესეთი აი დაღავით ესეთ ფერში თუ გეკნებათ. მოკლედ აი ესეთი ჩანთა გვაქვს. ძალიან კომფორტულია
ესეთი კლასიკურია, ხო, ესე ყოველდღიური ეს არ მგონია ხა მოხერხებული არ არის, რომ მაჯაზე გადაკიდებული ესე ვთქვათ, საყიდლებზე იაროთ, ხო, უფრო ესეთი გამოსასვლელი ჩანთა. ძალიან ლამაზია. კარგით, აბა, დაგემშვიდობებით, მოვალ შეხვედრამდე.